თბილისში ვაკისა და საბურთალოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის აღდგენის პროცესი გრძელდება. თბილისი ენერჯის ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ, როგორც კომპანიაში განმარტავენ, დღის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება ყველა აბონენტის გაზით მომარაგება, თუმცა გამონაკლისის შემთხვევებით შესაძლოა იყოს გაზის მიწოდების გაჭიანურება კი მათი განმარტებით უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და მრავალბინიანი კორპუსების ადგილზე შემოწმებას უკავშირდება, რათა ტექნიკური ჯგუფი დარწმუნდეს მოსახლეობას ღიად არ კონდეს დარჩენილი გაზის ონკანები. თბილისი ენერჯის კუთვნილი ცენტრალური 500 მილიმეტრიანი გასადენი 2 დღის წინ დაზიანდა, რის გამოც აღნიშნულ რაიონებს გაზი არ მიეწოდებათ. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ცენტრალური გასადენი სავარაუდოდ მესამე პირის მიერ დაზიანდა. ძირითად ნაწილს დღეს უნდა მიეწოდოს გაზი. შეგვიძლია პროგნოზი გავაკეთოთ წინასწარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს კიდევ თუ არა ეს პროგნოზი ახდება, იმიტომ რომ სირთულე გამოიწვიოს, სადღაც რაიმე პრობლემა შეიქმნას გაზის აღდგენის პროცესში და ამის გამო გაზი ვერ მივაწოდოთ აბონენტებს. არის შემთხვევები, რომ გაზი არ არის, ცდილობს აბონენტი რომ შეამოწმოს, გაზი მოვიდა თუ არა, მიდის გაზის სანთულასთან და ცდილობს აანთოს, მაგრამ აი ამ ანთების დროს ისე უნდა დავკეტოთ, თორე ზოგს ღიარჩება და ეს უკვე იწვევს დროში გაწელვას და მაგიტომ არის რომ შეიძლება რაღაცა დაპროგნოზდეს, მაგრამ იმ პროცენტით არ ჩაითოს და რაღაცამ გადაიწვიოს.